ქიმიური ნივთიერებებით სუნთქვა საშიშია ადამიანისთვის, განსაკუთრებით კი პატარებისთვის. რას უჩივიან აღმაშენებლის ქუჩის მაცხოვრებლები და რატომ მიმართეს სახალხო კონტროლს? სამრეცხაოს ტოქსიკური გამონაბოლქვი შეხვედრა მოსახლეობასთან და რა შედეგი მივიღეთ დღეს გადაცემაში. თუკი ვინმე ამ მაღალ კორპუსში გააღებს ფანჯერას მერწმუნეთ, ყველა აბსოლუტურად ეს გამონაბოლქვი მათთან ოჯახებში აღმოჩნდება. დილის 7 საათიდან ჩაირთვება და ძილი მოსვენება არც არაფერი ჩვენ არ აქვს. დაწამლულები ვართ. როდესაც ყველა ორგანიზაციიდან მივიღეთ ის პასუხი, რომ იქით წადით, აქით წამოდით და სიმართლე ვერ ვიპოვეთ, აი ეს არის გამწოვის მილები და აი იქედან გამოსული ქიმიკატების სუნი აი ყველა აი ამ ოჯახებში შედის. ტურისტების სეზონი მოვიდა, ეხლა თორე ბუზების სეზონი დიდი ხანია მოსულია და თავისუფლად ნავარდობენ და თავისუფლად შედიან თქვენთან. აი და შეხედეთ, აი წვეთავს პირდაპირ და აქ მიმდინარეობს ღია პროცესი. ეს არის კედელი, აი ეს რომ და გაირეცხოს, ხო იცით კედელი? წამოვიღე ჭუჭყე, ბარემ ხო არ გავწმინდო? ნახევარი განაკვეთი დამლაგებლად. მტვერის სუნი დგას, დაიჯერებთ? მაიმე მტვერის კი არა, ტუალეტია იქ. გაიქცა და იძულებული ვარ მე გადავიღო, თუმცა არ ვიცი აქ რა მეშველება. ერთი წადით აღმაშენებლის 18-ის ზე ნომერში მოგვიყვანა წერილმა ეს იყო, არ ვიცი, აი ტკივილით სავსე წერილი ვიღუპებით, ვსუნთქავთ ტოქსიკური ნივთიერებებით, იმიტომ რომ პირდაპირ საცხოვრებელ სახლში პირველ სართულზე არის სამრეცხაო. საკმაოდ დიდი ზომის სამრეცხაო, ძალიან დიდი ცისტერნებია, მადონა გაჩვენებთ ახლა გადამღებ ჯგუფთან ერთად თუ რა ხდება შიგნით, ჩვენ კი მოსახლეობას გავესაუბრებით. ნებისმიერ ადამიანს აქვს ჯანსაღ-გარემოში არსებობის უფლება, მათ შორის რა თქმა უნდა, საქართველოს მოქალაქეებს. და როდესაც ბინის ქვევით ირგვლივ არის კორპუსები და აქ არის სამრეცხაო და აი ეს ქლორის და ქიმიკატების სუნით წუხდება მოსახლეობა, როგორც მინიმუმ დასაფიქრებელია. როგორც მინიმუმ სათანადო გამწოვები უნდა იყოს. გამწოვები, რომელშიც დახშულია ხმა და არც ხმა და არც სუნი არ შეაწუხებს მოსახლეობას. სხვა შემთხვევაში მოსახლეობას წართმეული აქვს ჯანსაღ-გარემოში არსებობის უფლება, რაც საქართველოში გამაგრებულია კონსტიტუციით და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მოსახლეობა წუხდება. მაგრამ აქ საუბრობენ უკვე თვითონ მოსახლეობაც ისაუბრებს იმაზე, რომ ბავშვების სუნიდან გამომდინარე იწამლებიან და მათ აქვს ძალიან დისკომფორტი და სერიოზული ჯანმრთელობითი პრობლემა. პასუხს არავინ არ გცემს, თუმცა ტერიტორია მოწესრიგებულია და სასიამოვნოა, მე სიმართლე გითხრათ, უფრო ცუდ სიტუაციას ველოდებოდი და გაპრიალებულია ყველაფერი. აგრეგატები და სამრეცხაო ჩვეულებრივად მუშაობს. ძირითადად უფრო თეთრ სასტუმროს თეთრეულში მუშაობენ, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მათეთრებელიც ძალიან დიდი რაოდენობით ჭირდება. ძალიან მძაფრი სუნია და მე უკვე თავი ამტკივდა. 2 წუთია შემოსული ვარ. მე მეწოდება ეს ქალბატონები, რომლებიც აქ მუშაობენ და ალბათ კარგი იქნება, რომ შრომის ინსპექციას დაინტერესდება და გადაამოწმებს მათ ჯანმრთელობას ემუქრება თუ არა საფრთხე, როგორ ახლოს არის მოსახლეობა. ნახეთ, ზუსტად ეს მოსახლეობა დამიკავშირდა და მთხოვა, რომ შესაბამისი ზომები მიმეღო. ანუ გამეშუქებია და მათი პროტესტი მიმეწვდინა ხელისუფლებისთვის. აი ნახეთ ახლა როგორ არის გამწოვები. ეს რა თქმა უნდა აბსურდი და სასაცილოა. ეხლა შეხედეთ და პირდაპირ აი თუ კი ვინმე ამ მაღალ კორპუსში გააღებს ფანჯერას მერწმუნეთ, ყველა აბსოლუტურად ეს გამონაბოლქვი მათთან ოჯახებში აღმოჩნდება. ჩვენ შუათაშორის ოჯახებში შევაცე მოსახლეობასაც გავესაუბრებთ. იცით რა მაინტერესებს, თუ მიმართეთ ვინმეს და სანამ სახალხო კონტროლამდე მიხვიდოდით? კი ბატონო, არაერთგზის მივმართეთ მუნიციპალურ სამსახურს ბათუმის,
წერილები შევიტანეთ ხმაურის სამსახურში, სხვადასხვა სამსახურებში. ერთად ვიყავით ქალაქის სასამართლოში, სადაც დაგვაკვალიანდეს, რომ სარჩელია შემოსატანიო, მაგრამ სარჩელზე ექსპერტიზები მოითხოვეს, რომელსაც ფიზიკურად ძალიან დიდი თანხებთანაა დაკავშირებული და რა ვიცი, ბოლოს როდესაც ყველა ორგანიზაციიდან მივიღეთ ის პასუხი, რომ იქით წადით, აქით წამოდით და სიმართლე ვერ ვიპოვეთ, მივართვეთ ტელევიზიას. კი ბატონო, რომ ეს არის სამრეცხაო, ზევით არის კორპუსი, გვერდით არის კორპუსი, აქაც არის საცხოვრებელი სახლი და საფეხბურთო მოედანი, სადაც ბავშვები თამაშობენ. ანუ ბავშვებიც აქ არიან და როდესაც გამწოვი სათანადოდ არ მუშაობს, ბუნებრივია, რომ მთელი აი ეს გამონაბოლქვი მიდის მოსახლეობაში. იცით რა მაინტერესებს? აი რომელ საათამდე მუშაობენ ზოგადად? 12-მდე. ამის თორ, ანუ ხმაური 12-მდე არის. 12-ის მერე არა. ხანდახან გადაცილებითაც მუშაობენ, როდესაც მუშაობენ ხმაურის სულ არის. პლუს ამას არის რომელ საათზე იწევენ? დილიდან, როდესაც აი ამას წინათ ჩავედი, ხო სადღაც ესე იყო 8-15 წუთი იყო სამსახური. ანუ დილის 7 საათიდან ღამის 12 საათამდე შეიძლება ითქვას, რომ სამრეცხაო მუშაობს და ეს ხმაური შემოდის, ხო ეს მექანიზმები, ეს დაზგები, დანადგარები რომ მუშაობს, სარეცხი მანქანები ეს ყველაფერი ისმის. დიახ, და ხმაურზე მეტად რაც ყველაზე საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ეს არის გამონაბოლქვი, რომელიც არის ქიმიური შენაერთებით სავსე, იმიტომ რომ ნებისმიერი სარეცხის საშუალება არის ქიმიურად მიღებული და ეს გამონაბოლქვი გამწოვები არის ზუსტად ისე გამოტანილი გარეთ, რომ მიდის პირდაპირ ფანჯარებში, შედის ყველა ბინებში. როდესაც აი პირისპირ არიან ღია ფანჯარა სამრეცხაოსი და აივანი, სადაც დგას დედა პატარა ბავშვით ხელში. აი ეს ყველაფერი პირისპირ არიან ისინი აი ამ ტოქსიკური ნივთიერებების წინ და მოდით ისიც ვაღიაროთ, რომ მკვეთრი ზრდა არის ონკოლოგიური დაავადებების საქართველოში, საგანგაშო სიტუაცია და სწორედ ამას უწყობს ხელს ზუსტად აი ეს არაჯანსაღი ჰაერი, დაბინძურებული ჰაერი და რა თქმა უნდა ტოქსიკური ნივთიერებების გამონაბოლქვი. ქალბატონი ხელმძღვანელი ჩაერთო თქვენი სახელი როგორ მოგმართოთ ქალბატონო? ქალბატონო ნინო, კი ბატონო, ქალბატონო ნინო, თქვენთან მაქვს რამოდენიმე კითხვა. ერთ-ერთი ეს არის, რომ აი გამწოვები აქვე რო წყდება მოსახლეობისთვის დისკომფორტი როა, თქვენთვის ეს არის ცნობილი? ეს არის დაქირავებული ფარტი. მესმის. ფარტის პატრონებს მითხრა, მე ვთხარი, რომ ამას აქვს გარკვეული საგამწოვები ჭირდება, არ იქნება არანაირი პრობლემა თუ ხმისა და გამონაბოლქვის მალდებობის ხარისხის ჩაცდების სტანდარტში არ იქნება პრობლემა. მითხრეთ, რომ მოსახლეობა გაფრთხილებულია, რომ იქნება სამრეცხაო. როდესაც გავზეცდი, მოსახლეობა წავიდა წინააღმდეგი. თავარი რაც მინდა კითხები. ქალბატონი, რომელიც ცხოვრობს და რომელიც არის წინააღმდეგი, კატეგორიულად ხელს მიშლის ხელოსნის მოყვანაში, რომ ის გამწოვი აბციო ან რაღაცა სტანდარტი უყავდა, მას ნახეთ მილები აწვია სპეციალურად, რომ ხედავ. ახუჩი გავაკეთო ყველაფერი. ხელოსანს ესროლა ჯოხი, ქვა, სამჯერ იყო ხელოსანი მოსული, რომ შევასწორო, მაგრამ კატეგორიულად წინააღმდეგია სამრეცხაოსი. უნდა წახვიდეთ მეუბნება. კი ბატონო, ამაზეც დავთავდი საბოლოო ჯამში და ვეძებ ფარტს, უბრალოდ ფაქტიურად ნაპოვნი მაქვს ფარტი, მაგრამ გადასვლა არ არის ესე მარტივი უცე. გამიგეთ? ხო, ის მილი რაც შეეხება არ უშვებს ხელოსანს, რომ ის დროებით მაინც აბციოს სანამ გადავა. არ მინდა კონფლიქტი. უბრალოდ მე ვერ გავჩერდები, გესმით გავდომანი? მესმის. ვერ გავჩერდები, სასტუმროს აქვს ტონა თეთრეული გამოგზავნილი. უნდა მივცე მე ის 24 საათში, სხვა გზა არ მაქვს. აი თქვენ თუ ითავებთ მედიატორის როლს, მე ორი კვირა ავიღო ვადა. აქ ცოტა გრძნობი არია ეს სიტუაცია და მე შეიძლება დამჭირდეს თქვა 2 კვირა ან 17 დღე ან ხო მიხვდით რას ვამბობ. მე ვიცი რა არის მათ რემონტის ამბავი. ამიტომ მოდი ვთქვათ 3 კვირა მაქვს. კარგით, მოსახლეობასაც გავესაუბრებით. თქვენი პოზიცია გასაგებია გავიგეთ. მე მესმის, რომ ძალიან ბევრს გთხოვთ და ძალიან ძნელია, იმიტომ რომ თქვენ გაქვთ ჯანსაღ გარემოში არსებობის უფლება, თქვენ გაქვთ ფანჯრის გაღების უფლება და ჰაერის სუნთქვის უფლება, რომელიც ამ წუთში თქვენ წართმეული გაქვთ, მაგრამ აი როგორმე უნდა მოვითმინოთ
და მე ვკისრულობ მედიატორის როლს, არამე მადონა კოიძე, არამედ სახალხო კონტროლი, გადაცემა, რომელსაც ჩემზე ბევრად მეტი ავტორიტეტი აქვს და მე თქვენ პირობას გაძლევთ, რომ სამ კვირაში ეს ობიექტი აღარ იარსებებს. ყელის ტკივილი დამჩემდა, თავი და წნევები დამჩემდა. აგერ ქალბატონი 2 დღის წინ სასტრაფო მოვიდა, ისეთი მძიმედ გახდა ცუდად, აქ წაიქცა ამოდენა პოლიცია, კრიმინალი სავსე იყო მთელი ის მოსახლეობა. ეხლა ფსიქიკა აღარ გვივარგა. ყოველდღიურად დილიდან როგორია რომ ჩაირთვება ღამის დილის 7 საათზე. დილის 7 საათიდან ჩაირთვება და ძილი მოსვენება არც არაფერი ჩვენ არ აქვს. დაწამლულები ვართ. სახში ამოხვალ. ამოვალ. ასეთი სული დგას ჩემთან სახში და გეხვეწებით თქვენ ხო? არ ვიცი მეტალურგიულ ქარხანას რუსთავში ალბათ. არ ვიცი მისი სუნი ქალბატონო და რა გავაკეთე. მე ნაცხოვრი ვარ და მაგრამ აქ რაც არის გავიდეთ თორე უკვე თვალები მყავს. ამდენი შეწუხებული ადამიანი არ უნდა იდგეს დღეს ეზოში, მით უმეტეს ზაფხულია, ყველა ფანჯარა ღია, ყველა აივანი ღია, პატარა ბავშვები ჩვენ ვნახეთ რომ ბავშვები საფეხბურთო მოედანზე არიან, აი ეს არის საფეხბურთო მოედანი, უშუალო ესაზღვრება ამ სამრეცხაოს. და აგერ ამდენი ადამიანი ყველა შეწუხებულია და მე ძალიან კარგად მესმის, აი ეს არის პირველ სართულზე მესამეზე და თქვენთან ამოდის აი აქედან პირისპირ. ხო, ძალიან პატარა ლამაზი ანგელოზია, რა თქმა უნდა, უფლება კი არა, ჩვენი მოვალეობაა, რომ ეს ბავშვი გაიზარდოს ლამაზი, ჯამრთელი, წარმატებული, ჯანსაღ გარემოში და მე მგონი ყველამ ერთად დღეს, იმიტომ აქ საზოგადოებრივი მაუწყებელი აჭარის, იმიტომ არის, რომ ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ამ ადამიანზე, ჩვენ უნდა მივაწვდინოთ ხმა ბათუმის მერიას, იმ უწყებებს, რომლებიც აკონტროლებენ ამას ყველაფერს და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს საკითხი დადებითად გადაწყდება. ამის პირობას გვაძლევს თვითონ მეპატრონეც. აი წარმოიდგინეთ, წინ მაცხოვრებელი, გვერდით მაცხოვრებელი, პირდაპირ ზევით მაცხოვრებლები, აი რამდენი ოჯახი არის გაუსაძლის სიტუაციაში, იმიტომ რომ აი ეს არის გამწოვის მილები და აი იქედან გამოსული ქიმიკატების სუნი აი ყველა აი ამ ოჯახებში შედის და რა თქმა უნდა ეს არის ყოვლად დაუშვებელი და ეს უნდა აღმოიფხვრას. ეს არის ოჯახი, სადაც ცხოვრობს პაწაწონა ბავშვები. ნახეთ, ეტლი, მანქანა, ანუ როგორც ნორმალურ კარგ ოჯახში ყველგან ღმერთმა გვიმრავლოს არის პატარები. სუნი არის უკვე აუტანელი. აი გახსნილია ორივე ფანჯარა. ამ წუთში ვარ სამზარეულოს ტერიტორიაზე. აი რაშია პრობლემა, ნახეთ, 2 მილი, რომელიც გამოდის იქედან გამონაბოლქვი, ნახეთ. აი ეს არის ორთქლი გამოდის სამრეცხაოდან. მეორე ფანჯერაც ნახოთ, აი ეს არის ზალის ტერიტორია. მაგრამ აი ლიზამ თავის კომენტარში თქვა და მე უფრო თვალნათლივ მინდა დაგანახოთ. აი ნახეთ, მილი სად გამოდის და ეს არის მოედანი, სადაც ბავშვებმა უნდა ითამაშოს და კანონიდან გამომდინარე, თუ კი ანალოგიური ობიექტი გაიხსნება კონკრეტულად საცხოვრებელი სახლის წინ, ქვევით, ეს იქნება კვების ობიექტი თუ ეს იქნება აი ესეთი სამრეცხაო და ასე შემდეგ, რომელსაც აქვს გარკვეული გამონაბოლქვი და ხმა, რომელმაც შეიძლება მოსახლეობაში შეაწუხოს, ამ შემთხვევაში უნდა გაკეთდეს მილი, გამწოვის მილი უნდა აცდეს კორპუსის ბოლო სართულს და აბსოლუტურად არც ერთი სართული არ უნდა დაზარალდეს. როდესაც ეს მილი არის პირდაპირ ესე გამოყოფილი კედელში, ეს არის უკვე დანაშაული, კანონის დარღვევა და რა თქმა უნდა აღმოიფხვრას. და მოსახლეობას აქვს იმის უფლება, რომ არ მიცეს უფლება მილის აყვანის ზევით, ხმაურის დამხშობი მილის არსებობაც შეუძლია შეზღუდოს, იმიტომ რომ პირველ რიგში კონსტიტუციით დაცულია მომხმარებლის ადამიანის უფლება და პირველი უფლება არის ეს ჯანსაღ გარემოში არსებობის და დასვენების უფლება. მადონა, როგორ ფიქრობ, რომ ჩვენ შეგვიძლია ლაივის გაკეთება, ზუსტად 3 კვირაში აქ მოვიდეთ
და გადავიღოთ. კი ბეტონო, შეასრულებს თუ არა სიტყვას ქალბატონი? შეასრულებს ნამდვილად, იმიტომ რომ მე არ მინდა დაუკარგო ქალბატონს, მან გაითვალისწინა საზოგადოების ინტერესი, მას შეეძლო წასულიყო სხვა გზით და იგივე სასამართლოს გზით, რომ ხელშეშლა და ასე შემდეგ შეეტანა სარჩელი და თვეები გაგრძელდებოდა, მაგრამ ორივე მხარესთან უნდა იყო ობიექტური და მან გამოთქვა კეთილი ნება და აიღო ვალდებულება 2 კვირიდან 3 კვირის ფარგლებში ეს ობიექტი იქნება განთავისუფლებული და ხალხს მიეცემა ჯანსაღ გარემოში არსებობის უფლება. სარფისკენ მიმავალი გზა და თქვენ იცით რომ აი გზისპირა რესტორნები ძირითადად თურქული ლოკანტებია და ეხლა გვინდა გადავიღოთ თურქული ჩაიხანა, რომელიც აი ძალიან არ მოგვეწონა და ერთი მინდა ვნახოთ თუ რა ხდება სამზარეულოში. აი ახალი ხორცის დამუშავება მიმდინარეობს, ხორცი არის ფანტასტიკური. აი რას ქვია ახალი ხორცი. მაგრამ ხორცი აქ მუშავდებოდეს და აქ სიგარეტს ეწეოდეთ. რატო ეწავით? რაც შეეხება კიდე ტილოები არ უნდა იყოს მაგიდის საჭრელებზე არავითარ შემთხვევაში, იმიტომ რომ ის არის ბაქტერიებით სავსე და ბინძური ტილო და ეს უნდა იყოს სუფთა ტერიტორია. ზეც რაც შეეხება თვითონ კონტეინერი შავია, ზეთი შავი არ არის. ზეთი არის კარგი, გამოცვლილი, ნორმალური სანდო. რა არის სანდო? დაფა. დაფა მოგწონთ? თქვენ თვითონ მოგწონთ ეს შავი გაუბედურებული დაფა? ამას უნდა გადაფხეკვა, ამას უნდა გადასწორება, რომ აი ამ ნაპრალებში არ გროვდებოდეს ბაქტერიები და ეს შავი ცხიმი არ ედებოდეს მე ასეთ არაჩვეულებრივ ხორცს. არ გეცოდებათ? გარეცხა, მაგრამ რა გარეცხა? გუში თქვენ გარეცხი, ამას უძახი? აი, ამას ეძახი? ხორცი დადებილი მოხდება. ხორცი რა შვაშია, ბატონო, შავია. ხორცი რა შვაშია. ესო საჭმელში მოხვდება, იმას ვინ შეჭამს? კი შეჭამენ, იმიტომ რომ არ იციან. კონდენსატის შესახებ რამე გსმენიათ საერთოდ? ბუზების საწინააღმდეგო ბადეები რო უნდა იყოს, არ იცით? რო უნდა გააკეთონ, მეც ვიცი, რატო არ აკეთებენ? რა ვიცი, ჯერ სეზონი ახლა მოვიდა და სეზონი ტურისტების სეზონი მოვიდა. ეხლა თორე ბუზების სეზონი დიდი ხანია მოსულია და თავისუფლად ნავარდობენ და თავისუფლად შედიან თქვენთან. აი და შეხედეთ, აი წვეთავს პირდაპირ და აქ მიმდინარეობს ღია პროცესი. ეს არის კედელი, აი ეს რომ უნდა გაირეცხოს, ხო იცით კედელი? და ყველაფერს ეწებება აბსოლუტურად. ეხლა ნახეთ, ზევით მტვერიც მიწეპებულია იმაზე გამწოვზე, ჯაჭვები რას გავს, ჭერი რას გავს და კედელზე საერთოდ არ მაქვს ლაპარაკი. როგორ არ მუშაობს? სანელებლები გაქვთ, პროდუქტი გაქვთ სავსე და ესა გაქვთ, ხორცი გაქვთ და რას ქვია არ მუშაობს და ჩაისაკეთებთ. აქ შევიხედოთ, შენ შემოგევლე. თუმცა იგი არ ლაგებენ კედლებს და აქ ვინ მიალაგებს? ეხლა რა პრობლემაა? ამას რო არ მიალაგებენ ფაქტი. აგერ შევიხედოთ კიდე ქვევით რა მდგომარეობა, ანუ იქაც რა თქმა უნდა იგივე. ნახოთ. აი იქ ნახეთ, ის იცით რა არის? ის არის, აი ალბათ მღრნელები იკეთებენ ბუდეს. აი ნახეთ? აი მაშინ არის ისეთი სიტუაცია იქ. თუმცა იქნება, იმიტომ რომ იმდენი ღიობია. არა, ადამიანი ისეთ ბუდეს არ იკეთებს, ბატონო, მაგას მარტო მღრნელი იკეთებს მასეთ ბუდეს, აი. ნახეთ, ეს კარაქი როდინდელია. არ ვიცი, დღეს გასცემ ხუხმანეთი, დღეს თუ გახსნით, დღეს მოახერხეთ ეს ყველაფერი, კაცო. ეს რა უბედურება კიდე, რამდენ სიგარეტს ეწევით, რას ეწევით? ფილტვას რაინც, კაი, ხალხს არ უფრთხილდებით, ფილტვას რაინც არ უფრთხილდებით? ეს არის უკვე ამ კაფეს ტერიტორია. მოუწესრიგებელი იატაკი, ავეჯი, ერთად შეყრილი. ადამიანები სადილობენ და ხელს არ შეუშლით და არ გადავიღებთ, უბრალოდ ვნახოთ აქ რა ხდება. ნაგვის დიდი სათლი დგას. ეს ალბათ მაყალია. ძალიან მოუწესრიგებელია, ნახეთ როგორი აქანდაზია. ნახეთ როგორი ჭუჭყიან, შეხებაც კი არ მინდა, ყველაფერი ძალიან ჭუჭყიანი და დაჟანგულია. აი ესეც რაღაც ჭუჭყიანი ზედაპირია. არ მომწონს ძალიან, თუმცა აქ ადამიანები
საჭმელს მიირთმევენ, ჩვენ არ შევაწუხებთ, არ გადავიღებთ. აქ შეგიძლიათ დაიბანოთ ხელები თუ გაბედავთ. ორი დარბაზია, ერთი ღია ვერანდაა და მეორე შემინულია, თუმცა აქ სიგარეტს ეწევიან და არ ვიცი, ნებადართულია თუ არა აქ სიგარეტის მოწევა, იმიტომ რომ ერთის მხრივ ფანჯრები იღება, მეორეს მხრივ დახურული სივრცეა და კანონით აკრძალულია დახურულ სივრცეში სიგარეტის მოწევა. საქართველოს კანონმდებლობით ესია. აქ არის რაღაც დამტვერილი ჭუჭყიანი დიდი ვენტილატორი, ყველაფერი არის ძალიან დამტვერილი. ხელსახოციც კი არ არის ძალიან სუფთა. აი რაღაცნაირია. ყველაფერი ძალიან ჭუჭყიანია. აი აქ ნახეთ. კიდევ არის და მინა არის ძალიან ჭუჭყიანი. აი თვითონ ეს ზედაპირებით ყველაფერი. უფ. წამოვიღე ჭუჭყიან, ბარემ ხო არ გავწმინდო? ნახევარი განაკვეთი დამლაგებლად. აქ გითხარით სიგარეტს ეწევიან, ძირითადად თურქი მძღოლები ჩერდებიან ტრაილერებით, იმიტომ რომ ეს არის აი თურქული დომინო, არ ვიცი ზუსტად რა ქვია ამ თამაშს, მაგრამ ყველგან არის. თუმცა ისეთი აი იმისიც გადასაფარებელიც კი ჭუჭყიანია. ეს გახსნეს სამზარეულო. ეს დღევანდელი არ არის. ეს გუშინ გაკეთებული სალათაა. საშინელი სუნი იცის ყველმა. ჩვენი არაჩვეულებრივი სულგუნი რა დღეშია მოყვანილი, ნახეთ. აჰა, აკროლებული, აშმორებული ყარს. აი, ეს ნახეთ. ეს ნახეთ. აჰა, თურმე ობი განსაკუთრებულ არომატს აძლევს საკვებს. ძალიან წუხარ და ძალიან აი ბრაზდები, როდესაც აი ასე ექცევიან მომხმარებელს. ნამდვილად არ სიამოვნებს ხელის მოკიდი. აქ არაფერზე, მაგრამ აი ესაა დღეს გახსნილი. ზეთი გაუთავდათ უკვე, ნახეთ, დღეს გახსნილი. და ნაგვისყუთი რას გავს, ნახეთ, ნაგვისყუთი უნდა ირეცხებოდეს და სუფთავდებოდეს ჩვეულებრივად. აი ნახეთ, მტვერის რაოდენობა, მტვერია ყველგან. აი სისუფთავე აქ არ ბინადრობს ნამდვილად და აი ეს მაინტერესებს, ეს ვითომ ნატურა რო არის, ეს არ არის საშიში რო ჩამოვარდეს და ვინმეს თავში მოხვდა ეს. მოჭრილი ბოთლია, რა თქმა უნდა. ესეც ძალიან დამტვერილი და ჭუჭყიანია, ვენტილატორები ყველა ჭუჭყიანი. არავის არ აწუხებს, მე მგონი, აქ ზის ხალხი და ჩვეულებრივად მიყურებენ ძალიან გაკვირვებულები, რომ აი რა მოხდა? მაგრამ კვების ობიექტია, მოხდა ის, რომ კვების ობიექტზე არ არის სისუფთავე, არის ძალიან ბევრი მტვერი, აბლაბუდა. აღარ საუბრობ უკვე სამზარეულოზე. თურქული ჩაიხანა, ესე ქვია ამ ობიექტს. თურქული ჩაიხანა ახალ სოფელში გზის პირა ლოკანტაა, ხო შეიძლება ესე ვთქვათ, იმიტომ რომ ძირთად თურქული კერძებია. აი ცხრის ხორცი არის საოცარი, აი სუნთქავს ძალიან კარგი ცხრის ხორცი. ეს ბაკლები, იმიტომ რომ ცივი მიუტანოთ, ლუდი ცივდება, ხო? კი ბატონო. მაგრამ აი ბაკლებთან იყოს ასე პროდუქტით ჩაწყობილი, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ეს უნდა იყოს ცალკე და ზევიდან სვენა არ უნდა მიმდინარეობდეს. ხინკალი როგორც მინიმუმ უნდა იყოს კონტეინერში, რამეში და ასე არ უნდა იყაროს და მე არ უნდა იხარშებოდეს. ან გადაყარდ. ამას მაგალითად მე გადაყარ. გადასაყრელი აბა რა არის? ბევრი რამეა თქვენ ობიექტზე სამწუხაროდ გადასაყრელი. სხვათა შორის ჩემი ძვირფასებო აი ამ ხელა ხინკალი რო არის გამოკრული აქ რეკლამა იცოდეთ რომ ხინკალს აქ გაყინოს მოგაფრთხილოთ. ნახოთ ის მეორე ლოკაციაც, ანუ ამავე კაფეს მეორე დარბაზი. აი აქაც საშინელება ხდება. აი ყველაფერი ძალიან ჭუჭყიანია. იცით რა არის? არ მუშაობთო და აგერ ბატონო ნამწვავებს, სიგარეტის ნამწვავებით სავსე საფერფლე, ხო? ესე იგი იჯდა ხალხი აქ სიგარეტს ეწეოდა და ნარჩენები, ნახეთ, რამდენი საჭმელის ნარჩენია, შეხედეთ, აი კამერას თუ გამოჩნდება, სულ საჭმელების ფუნჩხები და ნარჩენებია. იყენებენ ჩვეულებრივად ამ სივრცეს სტუმრებისთვის და ხალხი მოდის და აქ ფულს იხდის. აქაც ნაფერფლია და ასე შემდეგ. რაღაცა ტილოებია. აი მტვერის სუნი დგას, დაიჯერებთ? აი მე მტვერის კი არა, ტუალეტია იქ. საპირფარეშოა, მაგრამ ისეთი სუნი მოდის, რომ დამაგდო ვინმე მიშველეთ, ეხლა როგორ უნდა შევიდე იქ, მე იქ ვერ შევალ.
მე არ შემიძლია მე ვინმე უფრო მყარი ნაკლებად ემოციური ადამიანი ვინ მიშველის და ვინ შევა იმ საპირფარეშოში ვინ შევა იმ თურქული ჩაიხანას საპირფარეშოში ლიზამ გაიქცა და იძულებული ვარ მე გადავიღო თუმცა არ ვიცი აქ რა მეშველება ეთიცადე კომენტარის გაკეთება გამიჭირდება შევედეთ ყარს აკაურობა ნახეთ ეს რა არის არ ვიცი ფეხის წვერებზე გავივლი ფუფ მოდით ნახეთ მოდით ბიჭო უცებ შემოდით და უცებ გავიდეთ თორე დავიხჩვ აი ეს ნახეთ რა საშინელებაა აჟინელი სუნია ნახეთ სულ ობიარი ხადაშორის გერმანელებს ჰქონდათ ესეთი წამება პატიმარს დაიჭერდნენ და რო უნდათ რომ რამე ეთქვა არ ამბობდა შარც უდებდნენ და ის რო ყროლდებოდა ვერ უძლებდა და ყველაფერს ამბობდა ყველაფერს ვიტყვი ოღონ აქედან გამომათრიეთ ახალ სოფელში ვართ გზის პირა ლოკანტებს ვიღებთ ბუღი დგას იმიტომ რომ ძალიან დიდი მოძრაობა ავტომობილების აქ ცხოვრება ჩქებს აქვე ჯიხურებია სადაც ვალუტას სვლიან მანქანები დგანან ტაქსი ტრაილერები ყველაფერი აქ ხდება და ჩვენ შევდივართ აი ამ ლოკანტაში რომელსაც ეძახიან ჯენგიზ ლოკანტა აი ამ კერძებს გთავაზობენ ეს არის ხორცი ეს რაღაც გაყინული ფრთებია რომელსაც ეხლა დაადეს სტიკერები იმიტომ რომ სტიკერები არ ქონდათ მაგრამ ეხლა დაადეს რა თქმა უნდა მადონა მოვიდა და ყველაფერი უცებ დალაგდა ეს არის სამზარეულო აი წმენდა რეცხვა მიმდინარეობს კარგია რომ წმინდავენ და რეცხავენ გამწოლი სუფთაა და გამწოლს ქალბატონი ეხლა სასუფთავებდა აი ეს დახურული რო იყოს ხო შეიძლება ქალბატონები თავდახურული კი შეიძლება იმიტომ რომ აი თქვენს რო ჩაიხედავთ შიგნით და გინდა წყალს ამოიღებთ გინდა სხვა რამეს ამოიღებთ აი ეს ასე არასწორია რომ ასე იყოს თავსია ძაღლებს თუ აჭმევთ აი მე როგორ დავწუნდები რომ ძაღლებს აჭმევთ ვადა უნდა ეწეროს აუცილებლად ესეც ფარში გუშინ მოიტანა უფროსი არ იყო ორი დღე ვართ მარტო და დავამზადე ეს გუშინდელი არ არის ძვირფასო ეს გუშინდელი არ არის გატარებული ფარშია ვიცი გატარებული ფარშია მაგრამ გუშინდელი ეს არ არის არც ის ხორცი არ არის გუშინდელი ჩაყიდული რასაც მე ვუყურებ ეს მოხარშული ხორცია რისი ხორცია საქონლის ხაშლამისთვის ესეთი შავი რატო ეს გუშინდელია არა ეს მოგვაქვს ორი დღის მოხარშული ხორცია ორი დღის მოხარშული ხორცი აი ამ მდგომარეობაში არ იქნება არანაირი ეს დახურული უნდა იყოს აუცილებლად აი მოხარშული და მოუხარშავი ხორცი აი ეს ერთად ეს ხო ადვილად ძალიან იხევა არ შეიძლება კონტეინერში უნდა გქონდეთ ისე რომ ერთმანეთი არ დააზიანოს აი ჩაიხედეთ ძირი რა მდგომარეობაშია თვითონ აი კონტეინერის ძირი აი ამასაც შეხედეთ აი შეხედეთ აი ეს ხო ყველაფერი სუფთავდება მარტივად ამის დასუფთავება არ არის თუ აი აქაც ნახეთ რამდენი მტვერი გაქვთ და რას გავს აქაურობა არის აი ესეთი ღია სივრცე რომელიც არის საშინლად მოუწესრიგებელი აი აქ შეგიძლიათ ნახოთ რა ხდება ძველი დახეული მაგიდის გადასაფარებელი კლიონკის ეგრეთ წოდებული აი ესეთი არ არის სისუფთავე ნამდვილად აი ესეთი ავეჯია აი აქ უნდა იჯდეს სტუმარი იცი რა მერე გეტყვიან რომ აქ მუშა შემოდის აქ ბაზრობის ხალხი შემოდის აქ ტრაილერების მძღოლი შემოდის ყველა არის ადამიანი აბსოლუტურად არ აქვს ნიშნობა ის დეპუტატია პარლამენტარია მასწავლებელია ექიმია მძღოლია თუ მოვაჭრე არანაირი ნიშნულობა არ აქვს ყველას გვაქვს თანაბარი უფლებები ვიკვებოთ სუფთად მოწესრიგებულ კვების ობიექტზე აი ეს უფლება გვაქვს ნამდვილად კონსტიტუციით ბოძებული აი ეს აი არაფერს არ მინდა შევეხო იმიტომ რომ იმდენად ყველაფერი
ჭუჭყიანია, ძველია, დახეული, მოგლეჯილი, გაუბედურებული. აი აქ რა უნდა გადავიღო, ისედაც ჩანს. აქ მოწესრიგებულია ყველაფერი, სუფთად არის, დასასუფთავებელია პურის კარადა, აშკარად. ეს მეორადი პარკები რადგინად, რატო ინახავთ, რატო იყენებთ, ესენი პარკები, კაპიკები ღირს გადაყარეთ და მარტო ახალი გამოიყენეთ. კარგად არის დასასუფთავებელი, ნახეთ, აი გადასაფარებლები, ამის ქვევითაც უნდა სუფთავდებოდეს ყველაფერი. ანუ კუთხეების დასუფთავებასთან სერიოზული პრობლემაა გაქვს. სარკმელებიც ყველაფერი დასასუფთავებელია, აბლაბუდებსაც მიხედეთ, კედლები ჩამოსარეცხია, მაცივარი მოსაპირკეთებელია. იატაკი მოპირკეთებული და სუფთა არის, იწმინდება, კი ბატონო, ზედმეტი ნივთები არ უნდა იყოს, მით უმეტეს აქ გაქვთ რაშიც პროდუქტს დებთ და აქვე გაქვთ რაღაც გაუგებარი თქვენი ნივთები ცალკე იყოს და სამსახურის ნივთები და პროდუქტები ცალკე უნდა იყოს. ერთმანეთში აღრევა არ უნდა ხდებოდეს არავითარ შემთხვევაში და არ უნდა დადგეს მომხმარებლის ჯანმრთელობა და პროდუქტის უნებლობა, საკვების უნებლობა რისკის წინ. ეს ალბათ დეზობარიერია, ტილო ჩვეულებრივი და მე მუყაოზე გადადიხარ რა, მუყაოც არ უნდა იყოს, დეზობარიერი უნდა იყოს სპეციალური სითხით გაჟღენთილი. აქ რა თქმა უნდა მწერებია და ბუზებია, ბუნებრივია, იმიტომ ყველაფერი ღიაა და ბუზი შემოდის და შესაბამისად ჯდება სუფთა ჭურჭელზე, საჭმელზე და ასე შემდეგ. აქაც ყველაფერი ძალიან ძველი მოუწესრიგებელი და ნახეთ აი როგორი კედლებია, უბრალოდ რომ ნახოთ, აი როგორი კედლებია. იცით რა არის, მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია რომ იყოს სისუფთავე. არა აქვს მნიშვნელობა აქ ძვირადღირებული რემონტია, ძვირადღირებული ავეჯია, იყოს ძალიან უბრალო, მაგრამ სუფთა. სუფთა, აი სისუფთავის შეგრძნება უნდა გქონდეს. მერე ადამიანები იძახიან, გვეშინია კაფე რესტორანში შესვლაო, სახლში ჭამა მირჩევნიაო. არავითარ შემთხვევაში კაფეშიც შეიძლება შესვლა რესტორანშიც და ნებისმიერ გზისპირა ლოკანტაში თუ ის არის სუფთა და მოწესრიგებული. აი ეს არის რაც არის, ყველაფერს თქვენ ახლა ხედავთ, აქ პურის კონტეინერები დგას, რატომღაც დანარჩენი დამლაგებლის ინვენტარიც აქვეა, წვერი არ უნდა იყოს არსად, არ უნდა ცვიოდეს, აბლაბუდები და ასე შემდეგ პირდაპირ საჭმელში არ უნდა ცვიოდეს. აი მით უმეტეს, როდესაც აი ამდენი კერძები გაქვთ, соусები, წვნიანი და ასე შემდეგ და ეს ყველაფერი სუფთა ჭურჭელზე უნდა იყოს, სუფთა ზედაპირზე უნდა იდებოდეს, სუფთა ნამდვილად არ არის და სუფთა მაგიდასთან უნდა მიდიოდეს ეს ყველაფერი. მე არც ვკითხულობ, სად არის საპირფარეშო, იმიტომ რომ ეჭვი მაქვს, რომ არც არის, არსად, არ ჩანს, არ ვიცი, გარემოში არ ჩანს.